FSB ამტკიცებს, რომ ყირიმის ხიდზე ტერორისტული თავდასხმა აღკვეთა, რომელსაც უკრაინის სპეცსამსახურები ამზადებდნენ. მათივე მტკიცებით ასაფეთქებელი საქართველოს გავლით ზემო ლარსის გამშვები პუნქტიდან გადაიტანეს. რუსული სპეცსამსახურების განცხადებით ასაფეთქებელი შევროლე ვოლტის ავტომობილში ინახებოდა, რომელიც ჯერ კრასნოდარში უნდა ჩაიტანათ, შემდეგ ის სხვა ავტომობილით ყირიმში. FSB-ს განცხადებით დააკავეს ყველა, ვინც ტრანსპორტირებაში მონაწილეობდა. რუსულ ბრალდებებს ოფიციალური თბილისი არ გამოხმაურებია. რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე ბალისტიკური რაკეტებით დაბომბეს. დაღუპულია 1 და დაშავებულია 20-მდე ადამიანი. 7-მდე გაიზარდა ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. ქალაქში 18 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. ექსპერტიზის დასკვნით პროევროპულ აქციებზე დაკავებული ირაკლი მიმინოშვილისა და თორნიკე გოშაძის წინააღმდეგ პროკურატურის მთავარი ვიდეო მტკიცებულებები დამონტაჟებულია. დასკვნა ადვოკატმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე წარადგინა. სხდომაზე დღეს ბრალდებამ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა და ძალადობის ორგანიზატორად ზვიად ცეცხლაძე დაასახელა. ლაგოდეხში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა. ახალგაზრდას სავარაუდო ტრანსპორტი მოუცურდა და ბოძს შეეჯახა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.